ეს იყო ჩემი პირველი შეხება პრინციპში ევროპასთან, რომ უსვავდი თავს შეკითხვას, რომ ვინ ვარ საერთოდ მე. მე ვარ ნანა ექვთიმიშვილი, კინორეჟისორი და მწერალი. ჩემი პირველი შეხება ევროპასთან იყო 90-იან წლებში იყო. ყველაზე ესეთი დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი რაც მოხდა, იყო რომ სკოლაში, კოლეჯში სადაც სწავლობდი, წაგვიყვანეს ამერიკაში. 90-იან წლების საქართველოდან მოვხვდი ჩემს მეგობრებთან ერთად და ჩავედით ჯერ გერმანიაში და მერე გავფრინდით ამერიკაში. აი ეს რაღაცა იქ ჩასვლა, იქ ერთად ყოფნა და ეს რაღაცა თავისუფლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამის შეგრძნება, რომ შენ ხარ ახალგაზრდა, მაგრამ შენ შეგიძლია ადგე და წახვიდე სადღაც და იყო შენ. ესე იგი, მე რო ვიყავი სტუდენტი, ცხოვრობდი სტუდენტურ საცხოვრებელში ერთ გოგოსთან ერთად, გერმანელ გოგოსთან ერთად, ის იყო აღმოსავლეთ გერმანიიდან. მახსოვს ეს მე არ მქონდა ტელევიზორი ჩემ ოთახში და მქონდა ამ გოგოს. რომელიღაც არხი ევრონიუსით, რომელიღაც ესეთი არხი გადმოსცემდა ამ ვარდების რევოლუციის აი შესვლას პარლამენტში. არ ვიცი, 20 ჯერ ალბათ უყურე და თვითონაც ხო უყურა უკვე რაღაც გაიგო ყველაფერი და მეუბნება რომ ეს უკვე ვნახეთ და რაღაც გინდა რომ მეორედ უყურებ და მესამედ და მეოთხედ და მაინც მინდოდა ეს მენახა და იმიტომ რომ ეს იყო ისეთი შეგრძნება რომ საქართველოში რაღაც შეიცვალა. აი შევარდნაძის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა როგორც ახალგაზრდა ადამიანს რომ ამ ქვეყანაში არასდროს არაფერი შეიცვლება. ეხლა რო უყურებ ახალგაზრდებს, აი ზუსტად მინდა რომ ეს გრძნობა არასდროს არ გამოსცადონ, რომ აი რა გრძნობა არის ეს. ამაში ყოფნა არის აი შემზარავი მართლა. პირველი იყო პრინციპში აი ჩემი აი გრძელნათელი დღეების სცენარი რომ დააფინანსეს და დააფინანსა ეს გერმანიის კულტურის სამინისტრომ. დრამის დეპარტამენტი იყო, საიდანაც ყავდა შენ დრამატურგი და უშუალოდ ვისთანაც შეგეძლო შენი რაღაცა იდეები გაგეცვალა, მოგეთხრო და ამ დრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ეგეთი ქალი. სულ მადლიერი ვარ ამ ქალის რომ მახსენდება, იმიტომ რომ ისეთ რაღაცები მითხრა და ისე სჯეროდა ჩემი, აი მახსოვს ერთი წინადადება, რომ ისტორია მაშინ არის კარგი და სცენარი, როდესაც აქვს ფესვები და შენს ამბავს აქვს ფესვები და არ გრძნობდი თავს რომ ვიყავი უცხოთ და არ ვიყავი მიუხედავად რომ მარტო ვიყავი და რაღაც სხვებისთვის შეიძლება რაღაც გმირობა ჩანდა რომ აი მარტო ხარ შენ გერმანიაში და აქ შენი ოჯახი არ არის და ვეუბნებოდი არ არის აქ ჩემი ოჯახი და კი მარტო ვარ და მაგრამ მარტო არ გრძნობდი თავს, იმიტომ რომ სულ თანამოაზრეებში ვიყავი და სულ გაცვლაში ვიყავი. ძელნათელი დღეების სცენარი რომ დაიწერა, არ ვიცოდი რა მექნა ამ სცენარისთვის. ეს სცენარი იყო მართლა საავტორო კინოს პრინციპებით შექმნილი სცენარი და იქ მარტო სცენარიც არ იყო, იქ იყო რაღაცა კინოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რაღაც ვიზუალური მომენტი, რომელიც ჩემთანაც იყო დაკავშირებული. მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე უნდა ყოფილიყავი ამ ფილმის რეჟისორი. აი ამას წარმოვიდგენდი, რომ ის რასაც ვაჩვენებ, აი მაგალითად მოტაცება რო ამბობდნენ, რომ უიესად ხდებოდა, ეხლა აღარ ხდება და მე უკვე ეს ფილმი რო გამოვიდა და საქართველოში რო კინოთეატრებში იყო დარბაზიდან ყოველი მეორე გოგო ან მესამე იყო მოტაცებული და ამით ესე ქონდა ოჯახი შექმნილი. ეს იყო ჩემთვის აი მართლა მივხვდი რა შეუძლია კინოს. როცა სწავლობ ევროპაში და კარგ უნივერსიტეტში, შენი სივრცის შექმნის, აი გეშტალტ არის ეგეთი გერმანული სიტყვას არის შექმნა, ჩამოყალიბება, ამ ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება. აი ამის საშუალება გაქვს, რომ შენი სივრცე შენ შექმნა. შენ განსაზღვრო, რა სწავლობ, როგორ სწავლობ, რა მიმართულებით ვითარდები და რასაც ჩადებ, რასაც დათეს იმას მოიმკი. აი ამას ხედავ ძალიან კარგად, რასაც შექმნე ის გექნება და შენი იმედი გაქვს, შენი თავის იმედი გაქვს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შენ შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო. ეს არის ყველაზე მთავარი. მადლობა.